ნივთიერებით წამლავდნენ და საფრთხეში ჩააგდეს მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დათეულობით მათგანი დღემდე ებრძვის იმ მძიმე შედეგებს, რაც გამოიწვია სწორედ ამ ქიმიური ნივთიერებით შეზავებული წყლის ჭავლისა თუ გაზის ბალონებით დარბევამ. სად იყავით თქვენ და რას აკეთებდით მაშინ? ნუ თუ არ გცხვენიათ, ასე ასრულებთ თქვენ საჯარო მოხელის ფიცს. ეს არის ჩვენი სათქმელი მხოლოდ. გამოგზავნით და უპასუხეთ ამ ხალხს. თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოასწოროთ, რადგან თქვენი ხმა, თქვენი მიმართვა, თქვენი მოთხოვნა, თქვენი მინისტრების თუ მაღალი თანამდებობების პირის მიმართ აიძულებს მათ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეასრულონ მათი კონსტიტუციური ვალდებულება. ამიტომ გამოფხიზლდით დღეს ჩვენ აქ ვართ პატიმრების, რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ ხედავთ დღეს ციხეებში და ის დამნაშავეები, ვის ადამიანები მოწამლა, ვის ადამიანებზე იზალა და არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი. ერთი წლის წინ ძალაუფლებაში მყოფმა არალეგიტიმურმა უკანონო ხელისუფლებამ გაზით მოწამლა თავისი მოსახლეობა და მთავარი სიტყვა ამ დროს უნდა თქვათ ჯანდაცვის სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტროს მოხელეებმა დუმხართ და საერთოდ არაფრად არ მიგაჩნიათ ის, რომ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანების უმრავლესობა მოიწამლა აქციებზე. მოიწამლა არა მარტო პროტესტში მონაწილე ადამიანები, მოიწამლენ ასევე იქ გამლელი უბრალო ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლებასაც კი არ ეწინააღმდეგებოდნენ. მოიწამლენ იქ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები, მოიწამლენ პოლიციელები და სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც იქრინენ თავს იმ პერიოდში. საახალწლო დღეებშიც კი იყო შენარჩუნებული მაღალი ხარისხი მოწამვლის, რა დროსაც ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის, რომ ეთყობა მათაც არ იცოდნენ რა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მერია მოუწოდებდა ოჯახებს, თავიანთ მომხრე ოჯახებს თავიანთი ბავშვებით ისულიყვნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც გაზით იყო მოწამლული ყველაფერი. ანუ დღეს ყველაზე მთავარი სიტყვა უნდა თქვათ თქვენ. მე რომელიც ვიხარ 9 აპრილის რუსთაველზე, ესეთი რამე რუსის ჯარსაც კი არ გაუკეთებდა, რაც გააკეთა საქართველოს მარიონეტმა ხელისუფლებამ, რომლებმაც იცოდნენ რას ურევდნენ წყლის ჭავლში და იქ ისმის ხმებით, რომ გადაატარეთ ჩვენ თანამშრომლებს, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, ალბათ ვიღაცა პოლიციის თანამშრომელი და გაუშვით წყლის ჭავლი ხალხისკენ, აქციონერებისკენ, რადგანაც მათ იცოდნენ, რომ მასში იყო გარეული მომწავლავი ნივთიერება და მას არ ამხელით. თქვენ რა არის ეს ნივთიერება, რომ ადამიანებმა იმკურნალონ. ამ დროს ქუჩაში იდგა ჩემი ორი შვილი, რომელიც დაწმუნებული ვარ მოწამლული იყო იმ ნივთიერებით, რადგანაც სახე ეწოდა, რომ მოვიდა სახლში. მაშინ ჩვენ ამას არ ვფიქრობდით, რომ იქნებოდა მომწამლავი ნივთიერება, დავაბრალეთ ციცაკის სპრეის, მაგრამ ის რაც ბიბისმა გაასაჯაროა, არის სრული სიმართლე. რაც არ უნდა ილაპარაკოს ირაკლი კობახიძემ, ვერაფერს ვერ მიაღწევს ამით. ამას არასოდეს არ გაპატიებს, არ აპატიებს ამ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა.